საერთაშორისო მარათონი გაიმართა ცურვაში ნატანები ურეკის საზღვაო არეალში. ოქროს საწმისი 2014-ში 7 სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ მდინარე ნატანების მარჯვენა ნაპირიდან სუფსის მიმართულებით რამდენიმე კილომეტრი გადასურეს. დღესვე დაგეგმილი იყო რეკორდის დამყარებაც 10 კილომეტრიანი დისტანციის დასაფარად. 79 წლის მიხო მორჩილაძე საქართველოს პარასპორტსმენთა შორის ყველაზე დროის შორის ცურვის რეკორდი უნდა დაემყარებინა, თუმცა უამინდობის გამო დაგეგმილი მარათონი ჩაიშალა. სამომავლოდ ომის ვეტერანი მიხო მორჩილაძე ლა-მანშის სრუტის გადაცურვას პარასპორტსმენთა და პარაოლიმპიელის შორის მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებს. პროგრამა მინიმუმია შესრულებული. ჩვენ უნდა შეგვეჯამებინა აუცილებლად დღეს, მე ამინდირო ფუჭდება ფაქტია. მართლა ამინდი გაფუჭდა, ვიჩქარეთ ჩვენ ასაკით 25 წლით დაწყებული 79 წლით დამთავრებული იყო ჩვენი მონაწილე ეს 8 კაცი. ყველაფერი წავიდა ისე რომ უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული და ამინს და სტიქიას ჩვენ ვერ შევეჯიბრებით. ჩვენ მაგაცურამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ესე იგი აქ შეიძლება წლის ნებისმიერ დროს ცურვას შეჯიბრების ჩატარება და გარკვეული მარათონების ჩატარება, იმიტომ რომ ამ ზღვას აქვს უნიკალური სხვა ზღვებისგან განსხვავებით. ზღვაში არ არის მტაცებელი ცხოველები და არ არის ესეთი მომაკვდინებელი მედუზები. მიხო მორჩილაძის შესაძლებლობები ძალიან ბევრად მეტია დღევანდელ შესაძლებლობებზე. ამინდი აბსოლუტურად დინებამაც ხელი შეუშალა და ამინდის განწყობამ და ამიტომ შესაძლებლობების ნახევარზე ცოტა მეტი გაცურა დღეს.